ახალგაზრდა ვარსკვლავი შეგვიძლია ამათ ვთქვათ. ნახოთ პუბლიკაზე როგორ იმუშავებს დღეს. 10 სანტიმეტრიანი განსხვავებაა სიმაღლეში ამ ორ მებრძოლს შორის. რაც რა თქმა უნდა უფრო მაღალი არის ჩანს კიდევაც. რაც რა თქმა უნდა ნიკას უნდა უმარტივებდეს საქმეს. თუმცა ძალიან აქტიური მებრძოლია ემილ მემედალიევიც. Soluna çık. Eleme, gösterme, gösterme. Skaskovniya bak bir tane. Skaskovniya bak. Ha, eleme. Yok, gösterme. Gösterme. Ben koyçardan at. Haydi o. Eşek. Eleme, yeni şeyler eleme işte da. აქ შენიშნოს მოდებს. Eşek. Geleceğiz. Götür. აქ შენიერი დარტყმა ტრიალში რომელიც ხვდება ემილს დაახუჭინა თვალი და სწორედ მემედალიევი საკმაოდ მოძრავი ჩანს. თუმცა Kullandı. გამიხევს. Baba skaskovniya bak. ძალიან ძლიერი ბოდიკი. აი მე ამ ბრძოლაში ვიდები იკა ფინიშს. მოდი გამოვისწრე ნიკასგან ელოდი. თუმცა გონია რომ ის მშვენიერი სტატისტიკა დაერღვევა პირველ რაუნდში ვერ, თუმცა იმედი მაქვს ვწდები. Eleme, gösterme içeriden at. İçeriden at. Eşek. İçeriden at. Ortanı götür. Buranın ortasına. Götür. ულამაზეს სტილში მომწყდია მეტოქი ნიკამ. ჰაიკებს ვილკიკიცა და Skaskovni kaç içeriden ayakına çarpaz bırakın. Baba. Buraya. Çıkma şundan. მომწყდეული ყავს. არგახანია, თუმცა მაინც ფილებს არ უთამამდება ახლა. flying knee და კлау მიუთითებს რეფერი რომ არ შეიძლება მეტოქის დაკაჩვა. ში spinning back kick თუმცა კარგად ჩაყლაპა ეს დარტყმა, მაგრამ წესით ძალიან ძლიერი უნდა ყოფილიყო. კი და ისახება კიდეც მის კარდიოზე ღია აქვს პირი ემილს სწორედ აი აქ რომ უყედავს. მოახერხებს გაგრძელებას ახლა. მემედალიევი ცალფეხზე ტუნავს აქ დაუთვალეს უკვე და საინტერესო თუ გააგრძელებს ბრძოლას საერთოდ კოჭლობით გადადგა რამდენიმე ნაბიჯი თავიდან. ვერ ახერხებს როგორც ჩანს. აქ ამოიწურა დრო უბრალოდ ჟესტიკულაცია ვერ შევამჩნიეთ საჯის კუთხესთან არკვევს სწორედ მეტალებს თუმცა როგორც ჩანს კუთხე ამოვიდა ოქტაგონში. აქ პირველი რაუნდი დასრულდა, გაუმართლა მას რომ მალევე დასრულდა ეს პირველი რაუნდი, მაგრამ მე მგონი მაინც ვერ შეძლებს გაგრძელებას. სერიოზული ზიანი მიაყენა მარჯვენა ფეხზე ნიკამ. ვცდილობს ახლა მემედალიევის კუთხე რომ რამენაირად მოიყვანოს ისე მწყობრში. არ ვიცი თუ გააგრძელებს ძალიან უნდა გაუჭირდეს. და კუთხესაც ციფრთხილე მართებს. მის სახეზეც ხედავთ იმედგაცრუებას. კოჭლობით ადგა, ბრავო, უნდა დაუფასოს. ეს მებრძოლის სული, მებრძოლი ხასიათი. თუმცა რამდენად კარგი გადაწყვეტილება იყო ეს ჯანმრთელობისთვის ეს საკითხავია. წავედით მეორე რაუნდში. პირველი რაუნდით სწორედ ასე დავიწყეთ. ნიკა გამოაცალა საყრდენი და აქცია. ორთანი გიოტრენკო. ეს ნიკა ელოდება ახ თავის მომენტს. ჩუშტაცე. ძლიერი დარტყმა გაუტაროს. საკმაოდ გახსნილია ემილ მემედალიევი.
ძლიერესი მარჯვენა, რამაც წონასწორობას დააკარგვინა და ჩავარდა ნოკდაუნში. დაიწყო დათვლა. ზედმეტად ბევრს ისვენებს მე მგონი. რეფერი აგრძელებს თუ არა. როგორც ჩანს ისევ მე მგონი თუ უნდა მიიღოს რეფერიმ გადაწყვეტილება აქ. მებრძოლისთვის ყოველთვის რთულია სიტყვა და ბრძოლის გაჩერება და აქ რა ჰედ-კიკი გაუტარა. საოცრება. დაასრულა რეფერიმ აქ ბრძოლა. ეს ნოკაუტია. არანაირი ტექნიკური ნოკაუტი აქ. უბრალოდ უშანსო ჰაერიდან ჩამოხსნა მეტოქე ნიკოლოზ პაპავამ მეხუთე ტექნიკური ნოკაუტი ზედიზედ მართალია ეს არ იყო პირველ რაუნდში, თუმცა მე ვფიქრობ შესაძლებელი იყო პირველ რაუნდში გაჩერება ამ ბრძოლის. გააგრძელა კუთხემ ბრძოლა, გააგრძელა მებრძოლმა მეორე რაუნდი და მიიღეს კი, როგორც უკვე ვახსენე ნიკამ თავიდანვე ხილად მიუდგა მეტოქეს მაინც. იუბილური სიზუსტის დარტყმა, რომელიც სულთად გავიდა ყბაში. შენელებულ კადრში ვხედავთ დააბზრიალა მისი მეტოქე ნიკამ. თუ დააკვირდებით ნიკას სახეს არც უყურებდა. დარწმუნებული იყო რომ ეს დარტყმა მას მის მეტოქეს გაუშვებდა ნოკაუტში. როდესაც დაინახა რომ ეს დარტყმა ყბაში მოხვდა მეტოქეს მედია ვნახავთ გამეორებაზე როგორი თავდაჯერებული მოტრიალდა უკან, არც კი უფიქრია რომ ფეხზე დადგებოდა, გაეგრძელებინა შეტევა ან ასე შემდეგ. ბრავო ნიკოლოზ პაპაო. ულოცავთ ნიკოლოზ და წარმატებებს უსურვებთ. და დაველოდებით ჩვენ შედეგების გამოცხადებას. ყვილად არ გვითქვამს რომ ის არის ქართული კიკბოქსინგის აუმავალი ვარსკვლავი, თუმცა შედეგებით ის აუმავალი საერთოდ აღარ არის, ის კარგახნის ამოსული ვარსკვლავია და ძალიან კარგად კაშკაშებს ქართულ სპორტში. ულოცავთ ნიკოლოზ, კიდევ ერთხელ ულოცავთ მის ოჯახს. ახლა დაველოდოთ ოფიციალურ შედეგს. Ladies and gentlemen, in the second round, the referee has called a stop to this contest. For the winner, by KO, Nika!